მეგობრებო, გამარჯობათ. ეხლა მოკლე ვიდეოს ვიწერ. ქართული იარაღები, ანუ მოკლედ, იარაღის მუზეუმში ვარ, კონტაქტური ბატონ დავით ნასარიძესთან. გაუმარჯოს. ბატონო დავით. როგორ ხელი კი ჩამოვართ, რა თქვენ თვალწინაც ჩამოვართ. მოკლედ რა მინდოდა მეთქვა რა. აქ არის ძალიან ბევრი იარაღი და ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა. შუბებიდან დაწყებული და დანარჩენი ახლა შენა. ხო, ჩვენ დაგვემატა იარაღის კედელი, სადაც დაუთმობთ იუთუბერებს, ბლოგერებს. აი ეს ხო? ხო, აი ეს კედელი სპეციალურად მოიწყო იმისთვის, რომ აქ სხვადასხვა პერიოდის, იმიტომ რომ მანეკენები დაგვემატა ბერძნების, რომაელების, დაგვემატა ბიზანტიური, სხვადასხვა ერთი აბჯარის ფონზე განიხილავთ რომაელების, ნებისმიერ პერიოდს იარაღს. თობია რომ მოსწავლეები სკოლის მოიყო რომ მასწავლებლებო მოგიწოდებთ რა რომ მოვიდნენ და ხელი აი როგორც ბატონ დავით შეუძლია თოფი აიღოს ხელში დამაჭა აი ხმალი ნახო თვითონ ხელში როგორ არის რასაკვირველი უსაფრთხოდ კი თან ბატონი დავითი ლექციასაც წაუკითხავს ანუ თუ რამე კითხვები გაუჩნდათ და ფოტოსესიად თავდება ბოლოს ფოტოების გადაღება შეგიძლიათ და ძალიან ბევრი ევროპული იარაღი დაგვემატა ასევე დაგვემატა შულდისრიდან სროლა და მოკლედ იმედია ეს თქვა თუ არ თქვა რა მოკლედ გადაცემების ციკლი დაიწყება რამოდენიმე ბლოგერმა დაიწყო ჩაწერა მაგრამ ძალიან დიდი ინტერვალებით დებენ გადაცემებს ჩვენ ინტენსიურად დადებთ გადაცემებს იარაღზე სამხედრო ბრძოლებზე სამხედრო ისტორიაზე იმიტომ რომ არსებობს პოდკასტები არსებობს ვიდეოები და არსებობს კონკრეტულად იარაღის დემონსტრაციით გადაღებული ვიდეოები სხვადასხვა მიდგომები ხო თან ეს კავკასიური ბატონი დავითი ძალიან მაგარია დაგთახ მეგდ რო არსებობთ არის თვითონ ძალიან მაგარი ფაქტი და აქედან გავაკეთებთ გადაცემებს ვიცი რომ ბევრი მაყურებელი არ აყავს ესეთ რაღაცებს მაგრამ ახალგაზრდა ჭირდება ხო იმიტომ რომ ხოლმე კომპიუტერში როაკაცი რო იყოს ჩვენ მაინც ამას გავაკეთებთ რა ბოლო მაგის დედაცვატირე ვისაც საინტერესებს ნახოს საქართველოს შეგითი რამე არსებობს. ამით გამოგვეშთოთ იმედია აემ გადაცემს უყურეთ და აემ ადგილზე მოხვალთ მისამართი? კი. მისამართი? სიონის 8 ძველი ქარვასლა სემინარიის პირდაპირ სიონის ეკლესიასთან მიწისქვეშეთში ღვინის მუზეუმის ტერიტორიაზე იმყოფება იარაღის მუზეუმი. არხი გამოიწერეთ. კარგად ვანდებით. აი მოდი აქეთ აი გრავით. მარტო იარაღი არა რა. საყოფო ცხოვრება ნივთებიც არის და ეთნოგრაფიაც და ასე შემდეგ. ძალიან ბევრ საინტერესო რამეს. ო, აი ეგეთი რაღაცა. აჰა.